საღამომშვიდობისა ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა. სტუდიაში დიანა ლიპარტელიანი მუშაობს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია გამართეს. საოლქო პროკურატურის შენობასთან რუსთავში ყოფილი სახელმწიფო პარტიის ადგილობრივი აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ექს-პრემიერისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად ქართული ოცნების აქტივისტებიც გამოჩნდნენ. ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. ამ ლოზუნგით რამდენიმე ქალაქში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულ აქციას რუსთავით შეუერთდა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან დაანონსებულ აქციაზე რუსთაველი ყოფილი მმართველი გუნდის აქტივისტები დღის 2 საათზე შეიკრიბნენ. აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ირმა ნადირაშვილიც იმყოფებოდა. მისი განცხადებით ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პირადი პატიმარია. ჩვენ თვლით, რომ ვანო მერაბიშვილი არის რეჟიმის პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. ეს არის სიმბოლური აქცია და ჩვენმა მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი წუთით სანამ ვანო მერაბიშვილი არის ციხეში, მას მოსვენება არ ექნება. ეს არის სიმბოლური აქცია და ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. აქცია არის სიმბოლური ჩვენი გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. გვინდა პროტესტი გამოვთქვათ, გვინდა მოვითხოვოთ მისი თავისუფლება და გვინდა დავანახოთ ხელისუფლებას. ვერანაირი პოლიტიკური დევნით, ვერანაირი პარტიული მაღალი ჩიზნოსნების დაკავებით ვერ შეძლებენ გააჩუმონ ოპოზიციური ხმა საქართველოში. მაგალითი არ უნდა აიღოთ, ეს არის ბელორუსია, რუსეთი, სადაც უმაღლესი რანგის პოლიტიკური პირები არიან დაპატიმრებულები. თან მით უმეტეს ადამიანები, ვინც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. და ჩვენ ვიცით, რომ ყოველდღიურად ეს ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო მომენტი, როცა უკვე შეწუხებულია პოლიცია გაზრდილი კრიმინალური მდგომარეობით, ამის რეფორმატორი, ასე ვთქვათ, ციხეში გეჯდეს, ეს ცოტა უსუსრულოა. აქციის მონაწილეების განცხადებით პროკურატურამ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რასაც ვანო მერაბიშვილის დაკავება მოყვა. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების თქმით, 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტერორის მთავარ იარაღად გადაიქცა. დღევანდელი დღე არის ურთიერთთანადგომის დღე პირველ რიგში და ეს არ შეეხება მარტო ნაციონალურ მოძრაობას, მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც თვლის საერთოდ რომ უნდა არსებობდეს დემოკრატია, უნდა არსებობდეს სხვადასხვა აზრი საქართველოში, უნდა იყოს დღეს გამოსული. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი სამართლიანობის, პირიქით მომხრე ვართ, მაგრამ ესეთი ფორმებით და მეთოდებით არა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ მართლაც ბატონი ბიძინას პირად პატიმრად შეიძლება ჩაითვალოს და ამას რაც რო გავა თითოეული ჩვენდაგალი მივხვდებით. ვაპროტესტებს უკანონობას, რომელიც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება და იმიტომ რომ მაგათ ძალიან ბევრი გააკეთეს. ნაციონალების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტიც მივიდა, რომლებმაც ყოფილი მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილი აქცია გააპროტესტა. მათი თქმით, ვანო მერაბიშვილი პატიმრობას იმსახურებს და მას 26 მაისს და 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი როგორ შეიძლება იყო, როდესაც მოხდა 7 ნოემბერი, 26 მაისი, რომ გავიხსენოთ სისხლის მსმელი კაცის მხარდაჭერა, მე მგონი მიუღებელია მთელი საქართველოსთვის და რატო უდგანან ეს ხალხი გვერდით ვერ გავიგე. აღმოჩნდა, რომ მერიის წარმომადგენლები იყვნენ აქციაზე სამუშაო საათებში. ჩვენ ვაპირებთ მიმართოთ მერიას, გამოვითხოვოთ ინფორმაცია, იყო თუ არა გაცემული ნებართვები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი სამართალდამცველებმა 21 მაისს დააკავეს. მომდევნო დღეს კი ქუთაისის საქალაქო სამმართველომ ვანო მერაბიშვილის აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილის ბრალი დაუმძიმა. უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ ექს-პრემიერი ბრალდებურად ცნობილი იქნა 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ დანაშაულში. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დგინდება, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მხოლოდ თვალთმაგსური რეაგირება მოახდინა.
გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით უდაოდ დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არასაპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება. ამ დანაშაულებრივი ამოცანის შესასრულებლად პოლიციამ წინ და წინ გადაკეტა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ რუსთაველისა და სხვა მიმდებარე ქუჩები. დაახლოებით 0 საათსა და 10 წუთზე პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია. წყალსატყორცნის საშუალების გამოყენებისთანავე არსებითი წინააღმდეგობის გარეშე მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას. თუმცა წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობის აღსანიშნავად კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული და აზერბაიჯანული ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ. მიზეზია კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ერთმანეთსადმი პატივისცემა და სიყვარული და კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას ერთობა გარდაბნის საზოგადოებისა, როცა 26 მაისი ერთად იზეიმა აზერბაიჯანელმა და ქართველმა მოსახლეობამ, თუმცა საქართველოს მოქალაქეება და დღეს სულ ყველა საქართველოს მოქალაქე სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. არსებობის 7 წლიანი ისტორიის მანძილზე სკოლა ჩაღლარში პირველი კურსდამთავრებულების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. სკოლა 23-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა. ღონისძიება საქართველოს თურქეთის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც ლიცეუმის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. დღევანდელ ღონისძიებას სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად მიწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. სკოლამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებაც მოაწყო. მე ასე ვფიქრობ და ამას ვჯერავს, რომ ჩვენი მოსწავლეები, რომელიც დღეს ამთავრებენ სკოლას, ღირსეული მოქალაქეები იქნებიან საქართველოსთვის და ჩვენი სახე არ შეგვარცხნიებენ, ძალიან კარგად წარმოედგენებენ ჩვენ სკოლებს. კარგი განწყობა მაქვს, იმიტომ რომ ვამთავრებ სკოლას და ძალიან მიხარია. ასევეა ყველა ჩემი თანაკლასელი ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ახალ ნაბიჯებს ვართ. 7 წლიანი არსებობის მანძილზე ეს არის პირველი გამოშვება, რომელსაც დღეს ასეთი სევდანარევი სიხარულით გავისტუმრებთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს მე-12 კლასელებს. გრანდიოზული აქცია ვეჯინის სავაჭრო ქსელში უამრავი სიურპრიზი და ექსკლუზიური ფასები. ვეჯინის ხელმძღვანელობამ რუსთაველების წასახალისებლად ერთი განსაკუთრებული დღე შეარჩია. რა ელოდებათ რუსთაველებს და რა საჩუქრებით გაანებირებს ამჯერად რუსთაველებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო ქსელი ერთგულ ვეჯინელებს. ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ეს ბანერები ვეჯინის სავაჭრო ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მიმზიდველი და საინტერესო შეთავაზებებით ვეჯინი ყველა რუსთაველს 30 მაისს უნივერმაღში ეპატიჟება. ჯერჯერობით სიურპრიზად რჩება ის, რაც ერთგულ მომხმარებელს 30 მაისს ელოდება. თუმცა როგორც ამბობენ, თვის ბოლოს საჩუქრების ნამდვილი ფეიერვერკი იქნება. შესაბამისად რუსთაველების მოლოდინიც დღითი დღეიზრდება. 30 მაისს სავაჭრო ქსელმა ვეჯინმა გადაწყვიტა, რომ ყველა რუსთაველს გაუკეთოს საჩუქარი. ის შემოვიდა ბოლო და დაველოდები, რა შემხდება? ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს და ველოდები 30 მაისს. აუ რა მაგარი იქნება, მიყვარს საჩუქრები. ძალიან მიყვარს სიურპრიზები.
ისედაც დაბალი ფასები და რა თქმა უნდა ამ დღესაც მოვალ. ვეჯინი ხშირად გვანებიურებს მსგავსი სიურპრიზები. ყოველ დღე შემოვდივარ და 30-იც მოვალ. საინტერესოა, ახლა რითი გაგვანებიურებს ვეჯინი. ვეჯინი მომხმარებელს ამჯერად გრანდიოზული აქციით გაანებიურებს. ყველა მოქალაქე, რომელიც 30 მაისს სავაჭრო ქსელ ვეჯინის ნებისმიერ ფილიალში პროდუქცია შეიძას, სპეციალურ საჩუქარს მიიღებს. 30 მაისს რამდენიმე სპეციალურად შერჩეული სახეობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს დანომრილი ჩეკიც გადაეცემა, რომლის საშუალებითაც ყველაზე იღბლიან რუსთაველს ვეჯინის დირექციისგან მთავარი პრიზი გადაეცემა, რომელიც ჯერჯერობით სიურპრიზად რჩება. ჩვენ პატივცემთ მადლიერ მომხმარებელს, რომელიც მოგეხსენებათ კომპანიის წარმატების საფუძველია და ამიტომ გეგმავთ იმაზე მეც, ვიდრე ამას რუსთავის მოსახლეობა მოელის. 30 მაისი თითოეული მომხმარებლისთვის იქნება მატერიალურად გამორჩეული და ამასთანავე ემოციურად ეფექტური, რადგან ამოუწურავი მრავალფეროვანი საჩუქრებისა და სიურპრიზების დემონსტრირება ამის გარანტს ნამდვილად იძლევა. დასუმზადებს ვეჯინის სავაჭრო ქსელი 30 მაისს ერთგულ მომხმარებელს და ვინ იქნება ყველაზე იღბლიანი ვეჯინელი, ამას მაყურებელი 30 მაისს ქრონიკის პირდაპირი ეთერის საშუალებით შეიტყობს. გოეთეს ინსტიტუტში ანსამბლ თუთარჩელას მოზარდმა თაობამ სოლო კონცერტი გამართა. სპეციალური მიწვევა ინსტიტუტის ხელმძღვანელობისაგან ანსამბლმა გერმანულ პროექტში მონაწილეობის შემდეგ მიიღო. კონცერტზე ანსამბლი ფართო საზოგადოების წინაშე 12 მუსიკალური ნომრით წარსდგა. საღამოს გოეთეს ლექტორები რუსთავის ხელმძღვანელი პირებთან ერთად ესწრებოდნენ. მოკლედ გოეთეს ინსტიტუტის პრორექტორის ქალბატონ გერლინდე მასუდის მოწვევით პატარა თუთარჩელამ დღეს გამართა კონცერტი გოეთეს ინსტიტუტში, სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს გერმანული პოპ მუსიკა, ჯაზი, რეპი, პოპი, ინდი და როკი. შევასრულე ტოკიო ჰოტელის დუხენ მონზონ. დღეს მე ვფიქრობ რუსთავისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და მოვლენა. დღეს ფოლკლორის სკოლის ანსამბლი პატარა თუთარჩელა გოეთეს ინსტიტუტშია მოწვეული. შესანიშნავ პროექტში იღებს მონაწილეობას, რომელიც ეხება გერმანულ როკს, ჯაზს, საერთოდ ვოკალურ ჟანრს. მერის წინმოედანზე საქმეთმოქმედო ფონდ კეთილი სოფელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის დასახმარებლად ამ წუთებში კონცერტს მართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ღონისძიებას რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით ატარებს. საქმეთმოქმედო ღონისძიებები ესტრადის ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას რიგით მოქალაქეებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ესწრებიან. საქმეთმოქმედო ფონდი დავაფუძნეთ კეთილ სოფელი. ეს არის ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება და ვაშენებთ სოფელს. სოფელი შენდება, სადაც იქნებიან მოხუცები, ბავშვები, სრულმოკლებულები, შეზღუდულ შესაძლებლობის თერაპიის სახლები იქნება და ყველანი ვიქნებით ერთად. ხელოვანებიც აქ ვიქნებით და ყველანი და მოვლით ჩვენ თვითონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი ცხელკვალზე დააკავეს. ერთ-ერთი ბოროტმოქმედი გუშინ ღამით თამარ მეფის გამზირზე საქართველოს ბანკის ექსპრეს ცენტრის ფილიალში შეიჭრა. იარაღის მუქარით დიდი რაოდენობის თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელკვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ეჭვმიტანილი 3 საათში რესტორან ტიფლისში დააკავეს. ბრალდებული სისხლის სახლის ჩხრეკისას ნაყაჩაღარის სრული თანხა ამოღებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ბანკის მოსამსახურე კერძო დაცვის სამსახური ალგანის თანამშრომელი მომხდარ დანაშაულში ბრალდებულის თანამძრახველი იყო. მომხდართან რამდენიმე საათში მისი დაკავებას მოხერხდა. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში დააკავეს. ხოლო მისი ბინის ჩხრეკისას თანხა ნივთკიცების სახით სრულად იქნა ამოღებული.
ხოლო მისი თანამზრახველი ბანკის გაცვლის სამსახურის თანამშრომელი ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულ ხლართების გავლების უკანონო პროცესის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. უწყებაში განმარტავენ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები ამ ქმედებით უხეშად ირღვევა. საკითხს 31 მაისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დისკუსია ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც გაიმართება. ეს არის ყოველდღე უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ. სამინისტრო ყოველგვარს ხმარობს იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს. შვეიცარიის საელჩოს საშუალებით რუსეთს გაეგზავნება შესაბამისი ნოტა. გარდა ამისა, ეს იქნება თემა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას, რომელიც მე მექნება კვირის ბოლოს. გარდა ამისა, 5-ში შედგება ზურაბაბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში და ეს იქაც იქნება აუცილებლად საუბრის თემა, იმიტომ რომ არის ყველანაირი წესის, კანონის და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა ამ ცვლილების გამო არის შეცვლილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის ორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მასშტაბური მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისა და შესაბამისი სასწავლო მასალების მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ექსპერტები აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და საბავშვო ბაღების პერსონალს კატასტროფების დროს რისკების შემცირების საშუალებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან. ხელი მოეწერა კატასტროფების პრევენციის ხაზით მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი. მემორანდუმის ფარგლებში საბავშვო ბაღებში კატასტროფების რისკების შემცირების დანერგვა განხორციელდება, რაც პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტის განხორციელებისას ჩვენი ექსპერტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ სწავლებებში. და როგორ ამის ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ამას ჩვენი პროგნოზიდან შეიტყობთ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბორო ინფორმაცია, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.